მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, როგორც იქნა გამოვედი სათევზაოდ, ხო და? ჩვენ წავედით ჯანდარის ტბაზე. ოღონდ იმ ადგილას, რომელსაც ეძახიან ბაზას. ესე იგი, რა ხდება? გაჩვენებთ ახლა. შემოვედით სოფლის მხრიდან, აი სადაც ფერმებია, მივედით სადაც არხი შედის და გადავხვიეთ ხელ მარჯვნივ. შემოვედით ესე. აქ არის მესაზღვრეები და ესე არ შეიძლება შესვლა. თან უნდა იქონიოთ პირადობა, გამოვა მესაზღვრე, მიიღებ თქვენ დოკუმენტს, რომელიც უნდა შეავსოთ და მერე უნდა დაელოდოთ. ნუ ჩვენ აი უკვე ველოდებით ალბათ 1 საათია. ნუ მარტო ჩვენ არა, აი ბიჭები რა აქ, რამდენიმე მანქანა არის და დრო ჭირდება, რაც შეეხება კიდე დასაკვებას რაღაცა წამოვიღეთ მაინც, პურიც არის და ასევე არის წითელი ჭია. მონტაჟი ტივტივა. გავიდა საათი და 50 თითქმის 5 წუთი, მივიღეთ საშვები ერთბაშად და ესე იგი ჩვენ გვექნება საშუალება 1 თვის განმავლობაში ვიაროთ ამ სათევზაო ადგილას. ეგეთი ამბავი, ამიტომ თქვენ თუ მოდიხარ და არ გაქვს საშვი, უფრო ადრე წამოდით, იმიტომ პირველ რიგში რიგებია და მეორე რიგში ლოდინი უნდა. ამიტომ როგორც იქნა დავეძარით. სად გადავიტანო? აი პირდაპირ. რას გონი ცოტა? ეგ არის ნორმალია. აი იქით შეგვიძლია წავიდეთ. დღეს მეგობრებო ხუთშაბათია და ნახეთ რამდენი ხალხია. ნუ წარმოგიდგენიათ აქ შაბათს რა იქნება. ნუ ნახე რაღაცა ადგილი ახლა პანჯერას გავაკეთებ, გადავჭრით და დავიწყებ თევზაობას. ჯერჯერობით აქტიურობა არ არის, ნუ ისე რა, 1-2 ღირი სადმე მოყვება და ზოგიერთები ეგრევე შედიან ჯერ ჭრიან პანჯრებს და მერე იწყებენ თევზაობას. იმიტომ რომ ცოტა ადგილია. და იქით ვაფშე შეიცვალა ადგილები, მე კაი ხანი აქ არ ყოფილვარ და ნახოთ რა იქნება. მეგობრებო, ჩავაგდე. ცოტა კოპტონით ჩავაგდე. შორს არა, 3-4 მეტრო რა, შორს არა საჭირო. თან აქ გამიშებია და ხელს მიშლის. ადგილები მეგობრებო, ბევრი არ არის, მინდა გითხრათ. აი ვიღაცა წყალში შევიდა და მაგალითად ესე ასუფთავებს, იმიტომ რომ მართლა მურტალია, ნო. ეს ერთი, მეორე რისი თქმა მინდოდა. მე თან არ მაქვს ჩემი კამერა. ბატარეები გაუფუჭდა და მაქვს ტელეფონი. და მაქსიმალურად ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია. ახლა სუპერ კადრები არ იქნება. როგორც მაგალითად აი მიჭირავს და აი ხო საზანმა აქეთ იგით ხო, მაგრამ ვეცდები, ნუ ეგეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ როდესაც წამოხვალთ იყოთ მომზადებულები, ვინც არის. რაც შეეხება სატყუარას, 1 ნემსკავი, 1 ჭია. ნუ ნახოთ. რა დღეგველის კაი ამინდია, აღარ ცივა. ნუ ზე არის, ქარი 1-2 მეტრო წამში და ესე რა. აბა დავიწყოთ. არ გადართოთ. აი, გამოვით თუ არა დაჟდა კრასნაბიორკა იგივე წითელ ჭიაზე. ადგილი შევცვალე მეგობრებო და აჰა. მოვიდა ჯიგარი წითელ ჭიაზე. კარასია მა. თამაშობს მეგობრებო, კიდე ერთი დავიჭირე. და აქ მაქვს ჩაგდებული. რაც შეეხება სიღმეს მომატებული მაქვს მეტროზე მეტი. აი ზის, მაგრამ ზაცებია დამაცად. ესე იგი მეგობრებო, ის ჩამიწყდა. იმიტომ რომ 2 ნემსკავი მქონდა და თქვენს გაითვალისწინეთ რომ მოდიხართ აქ, შობია 1 ნემსკავი, იმიტომ რომ მეორეზე თევზი იჯდა. ადგილი შევცვალე.
ზოგიერთი მაგრად იჭერს, ზოგიერთი ვერაფერს ვერ იჭერს რა. თავისი მუღამი აქვს. რა გითხრათ კიდე? წითელ ჭიაზე იჭერენ. ძირითადად აქ. უამრავი ხალხია, ხუთშაბათია, იქ ქვეყანა ხალხია. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. ეხლა მქონდა ჩარტყმა, მაგრამ რატომღაც არ იმაშვებოდა. არა იყო ბოლომდე რა. აი კაც ჩემი ტივტივა. მეგობრებო, აცივდა წვიმა წამოვიდა და ჩვენც მივდივართ სახლში უკვე 5 საათია. დღეს პასიურობს თევზი, მაგრამ ზოგიერთმა კარგად დაიჭირა. საკმაოდ კარგად. 3-5, რა ვიცი. მაგრამ პრობლემა რა შეგეტყვით. მოდიშ წერტილებში გაჩვენებთ ახლა. ერთად. ჩემი ძმა კაცი იჯდა აქ. სხვა კაცი იჯდა აქ. აქ მოძდებდა, აქ არ მოძდებდა. ამაშია საქმე. ხო და ეს რა თუ მიაგნებ წერტილს всё თქვენია და მართლა დაიჭერთ კარგად და თუ არა და არა ეგეთი ამბავია და ბევრი ხალხია, ხუთშაბათია და ესე ბოლომდე რა. ჩაყოლებაზე სულ ხალხი დგას. ამიტომ ადრე უნდა მოხვიდეთ, იმიტომ ჯერ საშვი უნდა აიღოთ გეტყვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებ და მე უკვე დაიწყოთ თევზაობა და თუ საშვი გაქვთ, იარეთ უფრო ადრე და კაი ადგილები აირჩიეთ და თევზი თქვენია. ახალ შეხვედრამ თევზაობაზე იარეთ ბუნებაში, გაერთეთ და ღმერთი თქვენსკენ. აბა კარგად. ხო არ გავიწყეთ რომ დააჭიროთ ღილობთ like ან dislike თქვენი საქმეა და დაწერეთ რამე კომენტარი თქვენ რა დაიჭირეთ, როგორ დაიჭირეთ ან სად იყავით. ერთით თქვენს